მე ვარ ია თედორაძე, კომპანია ფერადის დამფუძნებელი. 4 წლის წინ გადავწყვიტე სახში მაგიდის გაახლება და შესაბამისად დავიწყე მოძიება თუ როგორ შეიძლება და ჩემი ძველი მაგიდა გამიახლებია. წავაწყდი ინფორმაციას ეპოქსიდთან დაკავშირებით, მაშინ საქართველოში საკმაოდ რთული იყო ეპოქსიდის შეძენა, აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა რომ მომიპოვებია ინფორმაცია, მომიპოვებია მომწოდებელი და სადღაც 4 წლის წინ შევიძინე პირველად ეპოქსიდი და დავამზადე პატარა ნივთები, ძირითადად ბრელოკებს ვამზადებდი, გასაღების საკიდებს ვამზადებდი და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი და ეპოქსიდის სიყვარული. უკვე 4 წლის განმავლობაში ვმუშაობ ეპოქსიდზე, ვქმნი სხვადასხვა ნივთებს, სამკაულებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, საყურეებს, შესაბამისად გადავედი ცოტა დიდი ნივთების დამზადებაზე და დავიწყე საათების დამზადება, სარკეების მოხატვა. პერიოდულად ვცდილობდი მომიპოვებია ინფორმაცია სხვადასხვა ხალნაკეთ ნივთებზე და დავიწყე უკვე დაახლოებით 1 წლის წინ თაბაშირზე მუშაობა და რამდენიმე თვის წინ სანთელზე მუშაობა. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მიყვარს ფერები და ძირითადად ჩემი ჩაცმულობაც ვიზუალური მხარეც ფერებთან არის დაკავშირებული, ხშირად გამოფენებზე რო გავდიოდი, ფერად გოგონას მეძახდნენ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მაღაზიას სწორედ ის სახელი და ჩემ ბრენდს სწორედ ის სახელი შეურჩიო, რითიც ძირითადად მომხმარებლები მიცნობენ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ მაღაზიის და ბრენდის სახელი ყოფილიყო ფერადი. თვითონ ნივთებიც, რასაც ვამზადებთ, ფერადია, მრავალფეროვანია, აქედან გამომდინარე სრულიად შეეფერება ერთმანეთს სახელი და შინაარსი. გამომდინარე იქიდან რომ ძირითადად სახში ვმუშაობდი, მიწევდა გამოფენებზე გასვლა, ძალიან მიყვარს გამოფენებზე გასვლა და მომხმარებელთან ურთიერთობა, მისმის რომ ძალიან ბევრი ბრენდი მუშაობს ონლაინ და შესაძლებელია ნივთების მიწოდება. ჩემთვის მაინც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ემოცია, როდესაც ვხედავ მომხმარებელი ჩემ ნივთს როდესაც ყიდულობს, რა ემოცია აქვს. აქედან გამომდინარე, ხშირად გამოფენებზე გასვლის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო სივრცე, სადაც მოხდებოდა ნივთების დამზადება და შესაბამისად რეალიზაცია. ამ იდეის განხორციელება, იდეა ძირითადად ვატარებდით იდეას 1 წლის განმავლობაში, ვცდილობდი, ვეძებდი ფართს და დაახლოებით 2 თვის წინ ვიპოვე შესაბამისი ფართი და ბათუმში გავხსენი მაღაზია სუსტად ისეთი, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. იქედან გამომდინარე, რომ გამოფენებზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩემ ხელნაკეთ ნივთებს, ფაქტიურად ყველას მოწონდა და ვხვდებოდი, რომ საკმაოდ ორიგინალურ ნივთებს ვაკეთებდი, ისეც, რომელსაც ფაქტიურად ვერსად ვერ ვიპოვიდით, იმიტომ რომ არსებობს ბეჭდები, რომლებიც სრულიად ჩემი დიზაინით არის შექმნილი და სხვაგან ამის მოპოვება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ალბათ მივხვდი, რომ ის ყველაფერი, რასაც ვამზადებდი, მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პერიოდულად გამოფენებზე ხელმისაწვდომი. ამიტომ გადავწყვიტეთ მაღაზიის გახსნა. ალბათ პირველი წარმატება იყო ბათუმობის გამოფენა, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანის ემოცია მივიღე და მომინდა რომ ეს ემოციები მუდმივად ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. თავიდან მუშაობა დავიწყე ეპოქსიდზე, იქიდან გამომდინარე რომ მუდმივად ერთი და იგივე რაღაცის კეთება ფიზიკურად ჩემთვის საკმაოდ რთულია, ამიტომ და მიყვარს მრავალფეროვნება, არ მინდოდა დამოკიდებული ყოფილიყავი მხოლოდ ერთ პროდუქციაზე, აქედან გამომდინარე დავიწყე ძიება კიდე რითი შეიძლებოდა მრავალფეროვნებინა ჩემი საქმიანობა. მიმდინარე ეტაპზე ვმუშაობ გარდა ეპოქსიდისა თაბაშირზე და თაბაშირის გამქმნი ინტერიერის ნივთებს, ვმუშაობ სანთელზე. სანთელთან, თაბაშირთან, ეპოქსიდთან მუშაობა საკმაოდ გავს ერთმანეთს და ფაქტიურად ძირითადად ერთი და იგივე დაახლოებით ერთი და იგივე სტრუქტურაა მუშაობის, მაგრამ გარდა ამისა ვმუშაობ ბისერზე, ვქმნი თავსაბურავებს, ვქმნი ყელსაბამებს, ვქმნი საყურეებს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი მიმართულებაა ჩემს საქმიანობაში და ეს მრავალფეროვნება მაძლევს იმის საშუალებას, რომ განვითარდე, მაძლევს იმის საშუალებას, რომ არ გავჩერდე უკვე რაღაც მიღებულ შედეგზე და მუდმივად ახლის ძიებაში ვიყო.
მე ვარ ირო ცაგარეიშვილი, აქსელის საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის მმართველი დირექტორი. სტარტაპის მთავარი მახასიათებელიც ეგ არის, რომ ქმნი რაღაც ინოვაციურს ძალიან საჭიროს ბაზრისთვის, რომელიც ოღონდ არ არის საჭირო მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, ხო, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ბაზარია. ადრე იყო ეს ტენდენცია, რომ ამბობდნენ, რომ აი პირობითად გავალ აზერბაიჯანში, სომხეთში და ეს არის ჩემი ბაზარი. დღეს უკვე სტარტაპისაც განსხვავებული მიდგომა აქვთ, ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს არის მხოლოდ პატარა სატესტო ბაზრები და შემდეგ უნდა გავიდეთ გლობალურ ბაზრებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც არის ჩვენი საჭიროება. ამიტომ თავიდანვე თუ ამაზე არ დაიწყო სტარტაპმა ფიქრი, შეიძლება ისე დამთავრდეს ეს ამბავი, რომ მხოლოდ ქართულ მომხმარებელს ელაპარაკოს, შემდეგ მიხვდეს, რომ სხვა ქვეყნებში ამის საჭიროება საერთოდ არ არის. და ზოგადად სტარტაპის შენება ძალიან მოითხოვს არც ღამეების თენებასაც, თან გადაყოლასაც, ანუ ფაქტობრივად ამით ცხოვრობ რაღაც პერიოდი, სანამ წარმატებული არ გახდება. ამიტომ ამდენი დროის, ენერგიის, რესურსის, ფულის დახარჯვა იმაში, რაც შეიძლება სჭირდებოდეს მხოლოდ რაღაც 1 მილიონ ადამიანს, შეიძლება ბევრად ჟღერდეს, მაგრამ სტარტაპის მიზანი ეგ არის, რომ არა 1 მილიონს, არამედ 1 მილიარდ ადამიანს თუ ორგანიზაციას მოემსახურებს სოფლიოს მასშტაბით. ზოგადად, როცა სტარტაპის კეთებას იწყებ, ან რაღაც ინოვაციურს ქმნი, შეიძლება ისე არ იყოს ტექნოლოგიური სტარტაპი და ანტრეპრენერი იყო, რასაც ვეძახით, ანუ ქართული თარგმანი პირდაპირ მეწარმე რაც არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ გააზრებული კონდეს ადამიანს, რამხელა რისკებთან არის ეს კავშირში. და როცა ეს გააზრებული აქვს და ზუსტად იცის, რომ შეიძლება ვერანაირ წარმატებას 2 წელი, 3 წელი ვერ მიაღწიოს, მიდის იქითკენ, რომ მზად არის, რომ 2-3 წელი იშრომოს არის ღამეები ათენოს და გადაყვეს თავის კომპანიის შენებას, მაგრამ ზუსტად კონდეს ის ფიქრი მუდმივად თავში, რომ 3 წელში მე რაღაც ძალიან დიდ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რა რწმენა, რომ დღეს შეიძლება რაღაცას ქმნიდე, ძალიან ბევრი მძიმე პროცესი გაიარო, მაგრამ აუცილებლად მიხვალ იქამდე, რომ ამისგან რაღაცას გამოიყვან. ჩვენი ინვესტორებიც ამას ამბობენ ხოლმე, რომ აი ჩვენ ვენდობით ისეთ გუნდებს, რომლებიც 1000-ჯერ გადააკეთებენ პროდუქტს, ეგრეთ წოდებული პივოტინგი, რაც არის აი სხვადასხვა ბაზრებს მოერგებიან, ყველაფერს იზამენ, მაგრამ ბოლოს მაინც იპოვიან გზას, როგორ გადარჩნენ. და არ მხოლოდ გადარჩნენ, ანუ მიაღწიან წარმატებას. მიმდინარე ეტაპზე ვმუშაობ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ძირითადი სამსახური, ვმუშაობ ფინანსისტად და ის საქმიანობა ახალია და ამ ეტაპზე ახალი და ყოველ შემთხვევაში მაღაზია ახალი გახსნილია. ნივთების შექმნაც და რეალიზაციაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, დამხმარე ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ ისეთი საინტერესო და ისეთი მრავალფეროვანია ეს საქმე, რომ ფაქტიურად შესაძლებელია, რომ ყველაფერს მარტო გავუმკლავდი, ამ ეტაპზე საჭირო დამხმარე ძალა ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენი პატარა მაღაზია გაფართოვდება, გაიხსნება ფილიალები და ის ჩემი საქმე დაასაქმებს რამოდენიმე ადამიანს მაინც. ან ჩემი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია ხდება მხოლოდ მაღაზიაში, გამომდინარე იქედან, რომ არ მაქვს დრო იმისთვის, რომ აქტიური ვიყო სოციალურ სივრცეში, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნება, რომ აუცილებელია ბრენდის რეკლამისთვის და ცნობადობისთვის იყოს საკმაოდ ბევრი ვიდეო ცნობადობას გაზრდის, ამ ეტაპზე გამომდინარე იქედან, რომ ფაქტიურად ყველაფერს თითქმის მე ვაკეთებ, მიჭირს სოციალურ სივრცეში აქტიურად ყოფნა და მხოლოდ მიმდინარე ეტაპზე მაღაზიიდან ხდება რეალიზაცია. თუმცა გეგმაში მაქვს ის, რომ ამ მხრივ მაინც ვითანამშრომლო სპეციალისტებთან და ვისწავლო ის თუ როგორ უნდა გავაკეთო ჩემი ბრენდი ცნობადი სოციალური სივრცით. შენ თუ გჯერა იმისი, რასაც აკეთებ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გააქვს უკვე რაღაც გარკვეული საინტერესო ნიუანსები ნაპოვნი ან ბაზარზე, ან ნაპოვნი გაქვს, ასე ვთქვათ, მასშტაბირების შესაძლებლობა. შემდგომ თუ ამის შენ თვითონ გჯერა, უკვე შეგიძლია რომ სხვებიც დაარწმუნო და სხვების დაარწმუნება ხშირ შემთხვევაში ეს სხვები არიან ის ინვესტორები, ვინც ამ შენს ინოვაციაში და ბაზრის ხედვაში ფული უნდა ჩადონ. არსებობს სხვადასხვა გზა, ну პირველ ეტაპზე არის შეიძლება მეგობრის თანხა იყოს, შეიძლება ოჯახის წევრების, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ საგრანტო კონკურსები, არსებობს ასევე სპეციალური ფონდები, რომლებიც მაღალი რისკიან პროექტებში დებენ ფულს. თუმცა საქართველოში ეს შეზღუდულია შედარებით და ამიტომ თავიდანვე შენ თუ გჯერა შენი იდეის და ამის მასშტაბირების და გრძელვადაში უყურებ, რომ გლობალურად იქნები
საინტერესო მოთამაშე ამ სფეროში, მაშინ ჯობია რომ თავიდანვე საერთაშორისო აქსელერატორებს მიმართო, რაღაც angel ქსელებს და მოსინჯო იქ ბედი. გიგმა რომ მაღაზიაში აუცილებლად გავაკეთო მასტერკლასები ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის, წყვილებისთვის, მეგობრებისთვის, მინდა რომ იყოს მასტერკლასები 1-2 საათიანი, სადაც ადამიანი მოვა, განიტვირთება, შექმნის ნივთს, რომელიც მის ხელით იქნება შექმნილი და წაიღებს ამ ნივთთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შეიქმნება სივრცე, სადაც სიამოვნებას მიიღებენ ადამიანები იმით, რომ დაკავდებიან ხელნაკეთი ნივთების შექმნით და ძალიან ახლო მომავალში სავარაუდოდ დავაანონსებთ მასტერკლასების მხრივ, ანუ მასტერკლასებს. კონკურენცია საკმაოდ დიდია, ბათუმში არის ძალიან ბევრი მაღაზია, სადაც იყიდება ხელნაკეთი ნივთები, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ბათუმში, რომლებიც ქმნიან ნივთებს, ხელნაკეთ ნივთებს. ჩემი მეგობრები, საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ვთქვათ, ქსოვენ, მუშაობენ ხეზე და სხვადასხვა ქმნიან აქსესუარებს. კონკურენცია საკმაოდ დიდია და ზუსტად ეს მაძლევს იმის მიზეზს, რომ მუდმივად განვითარდე, მუდმივად სიახლეები ვეძებო და მუდმივად იყო, ვთქვათ, ეს მისმის, რომ ჩემი თავიდან დავიწყე იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ეს იყო ჩემი გატაცება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა ამას მიეცა ბიზნესის სახე, აუცილებელია განვითარდე და შევთავაზე მომხმარებელს საკმაოდ ახალი ბევრი სიახლე და აქედან გამომდინარე კონკურენცია ამაში ძალიან მიწყობს ხელს. საქართველოში ეპოქსიდზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს, თუმცა რამოდენიმე ადამიანია, ვინც სამკაულების მიმართულებით მუშაობს, ძირითადად მაინც დიდ ნივთებზე, საათებზე, მაგიდებზე მუშაობს უმეტესობა, მაგრამ მაინც აუცილებელია ყოველთვის განვითარებისთვის, რომ ვეძებოთ სიახლეები. ხშირად სტარტაპერებს გვავიწყდება, რომ სტარტაპი არის ბიზნესის უბრალოდ განსხვავებული ფორმა, თორე საბოლოო მიზანი ალბათ ერთია, რომ გამდიდრდე, რაღაც სასარგებლო გააკეთო საზოგადოებისთვის და უბრალოდ შენს მიიღო სასიამოვნო გამოცდილება ამ სრულ პროცესში და ბევრია შეცდომები და რის გამოც სტარტაპი შეიძლება დაფეილდეს, ყველაზე გავრცელებული არის ალბათ რომ ვერ თანხმდებიან დამფუძნებლები გარკვეულ ეტაპზე, უჭირთ მასშტაბირება, ან ვერ ახერხებენ დროულად თანხის მოზიდვას. ასევე გავრცელებული პრობლემაა, რომ შესაძლოა სტარტაპი ისეთ პრობლემას ჭრიდეს, რომელიც იმ მომენტში არ იყო აქტუალური, თუმცა შემდგომ რამდენიმე წელში უკვე აქტუალური გახდა და უბრალოდ სტარტაპი ვერ აღწევს, რომ იმ პერიოდამდე მივიდეს, როცა ეს უკვე აქტუალური ხდება და შესაბამისად სხვა სტარტაპი ჩნდება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას ახერხებს. ჩემს მიერ წარმოებული ყველა ნივთი იქმნება ხელით, არ გამოიყენება არანაირი დანადგარები, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ნივთი არის ინდივიდუალური, არ მეორდება, ფაქტიურად ყველა ნივთი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუნდაც მცირე დეტალით, იქიდან გამომდინარე, რომ მუშავდება მხოლოდ ხელით და ანუ შესაბამისად ყველა არის განსხვავებული და ორიგინალური. ორი ზუსტად ერთნაირი ნივთის დამზადება შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ არ მუშაობ რაღაც დანადგარებზე და ყველაფერი მხოლოდ ხელით მუშავდება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი არის ინტერესი. ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მიმდინარე ეტაპზე დღეს საქართველოში შესაძლებელია და მე შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არანაირ თანხებთან არ არის დაკავშირებული, გამომდინარე იქიდან, რომ თუ გაქვს ინტერნეტთან წვდომა, ნებისმიერი რაღაცის შესწავლა შესაძლებელია. მე პირადად არ გამივლია არანაირი კურსები, სრულიად ინფორმაცია მოპოვებული მაქვს ინტერნეტის საშუალებით და ექსპერიმენტებით, ჩემით შევისწავლე ყველაფერი, ყველა ნივთის დამზადება, ნებისმიერ მასალასთან მუშაობა, შევისწავლე ფაქტიურად მე თვითონ, არანაირი თანხა ამას არ დამიხარჯია და შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესი, შეუძლია თუნდაც ჰობის დონეზე ნებისმიერი საქმე ისწავლოს და შემდეგ თუ განავითარებს აქციის შემოსავლის წყაროდ.
ხელნაკეთი ნივთები დღეისთვის საქართველოში ქართველი ხალხისთვის შეიძლება ისეთი დაფასებული არ არის და შესაბამისად საკმაოდ ხშირად გვესმის ფრაზები, რომ ძალიან ძვირია და იგივეს შეძენა შეიძლება ნაკლებ ფასში, მაგრამ მაინც მჯერა, რომ მალე ხელნაკეთ ნივთებს ქართველი ადამიანებიც ისევე დააფასებენ, როგორც ჩამოსული სტუმრები აფასებენ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შრომა დევს იმ საქმეში, ნებისმიერი მეწარე საკმაოდ დიდ შრომას დევს იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ნივთი დაამზადოს და მთავარია, რომ არ გავჩერდეთ, მუდმივად ვისწავლოთ, ამის საშუალება დღეს არსებობს ნამდვილად და განვითარდეთ. შესაბამისად, ყოველთვის შრომა ფასდება და ნებისმიერი აქტივობა შედეგს მოიტანს. მთავარია არ გავჩერდეთ. ეპოქსიდი არსებობს ორნაირი, არსებობს UV ეპოქსიდი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით მყარდება და აქედან გამომდინარე ერთი ნივთის დამზადებას ჭირდება დაახლოებით 2 საათი, მაგრამ ამ 2 საათის განმავლობაში ფაქტიურად მუდმივად მუშაობ ნივთთან და შეუძლებელია გაჩერდეთ, თუმცა არსებობს ეპოქსიდისგან დამზადებული ნივთები, რომლებიც ყალიბებში მზადდება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ეპოქსიდთან მუშაობის თვითონ ეპოქსიდის სიცოცხლის უნარიანობა მერყეობს 45 წუთიდან 9 საათამდე და შესაბამისად მუშაობის პროცესი გრძელდება დაახლოებით ეს პერიოდი. შემდეგ ნივთის გამყარება სჭირდება 3-დან 5 სამუშაო დღემდე და ნივთის გამყარების შემდეგ დამუშავებას სჭირდება დაახლოებით 1 დღე. აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია იმის თქმა, დროსთან დაკავშირებით, ანუ რა დრო ჭირდება ნივთს ამით ფასობს, თუ რაც უფრო მალე ვამზადებთ ნივთს, მით უფრო ნაკლები შრომა არა. შეიძლება სრულიად პატარა ნივთი დამზადდეს, რომელსაც უფრო მეტი დრო დაჭირდეს, ვიდრე დიდ ნივთს, რომელიც ყალიბში ისხმება და ვთქვათ, იმის მუშაობას არ ჭირდება არც დიდი დრო და არც დიდი ენერგია. კომპანიის შენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ. აქამდე თუ იყო, რომ ძალიან პოპულარული იყო ეგ აზრი, რომ აი გადაყევით არაფერი სხვა არ აკეთო და დღესაც ესე ვამბობთ, მაგრამ ამის უკან სულ დგას ის, რომ არ დაავიწყეთ დამფუძნებლებს, რომ თუ სულ მხოლოდ ამაში იტრიალებენ, გაუჭირდებათ ასევე დიდ სურათში რაღაცების დანახვა, გაუჭირდებათ აი თუნდაც აღქმა, ბაზარზე რა ხდება, რაღაც შეგრძნებებს ნელ-ნელა კარგავენ. ეს არის პირველი რჩევა. და მეორე, რომ თუ კონკრეტულად რაც ინვესტიციების მიმართულებით ვისაუბრებთ და თუ როგორ შეიძლება რომ წარმატებული კომპანია შექმნან, სტარტაპიც არის ბიზნესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესები ააწყონ, ისევე როგორც ჩვეულებრივ ტრადიციულ ბიზნესში ააწყობდნენ. სტარტაპი არ არის ის, რომ არაფერი არ იყოს დოკუმენტირებული, არ ვიცი, შევიკრიბოთ ღამე გუნდი რაღაცას შევთანხმდეთ, დავიშალოთ და ხვალ ნოუ-ჰაუ და ინოვაცია შევქმნათ. და კიდევ მნიშვნელოვანი არის, რომ გულწრფელები იყვნენ ალბათ ინვესტორებთან დამფუძნებლები და ჩვენ Axel-ში სულ ეს ფორმატი გვაქვს, რომ მივცეთ დამფუძნებლებს და ინვესტორებს ერთმანეთთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. აი, რაც ღონისძიების ფარგლებში, თუნდაც დახურულ შეხვედრებს ვაწყობთ, რაც ვახშამი იქნება ეს თუ ლანჩი, რომ შეძლონ ერთმანეთის გაცნობა, რომ ადამიანურ დონეზე ერთმანეთს ენდონ. პირველი და უმთავრესი რჩევა ჩემი იქნება ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა გაჩერდეთ, მუდმივად უნდა აკეთოთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, განვითარებას მოაქვს შედეგი და შესაბამისად შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, რომ იფიქროთ, რომ არ გამოდის, იფიქროთ, რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ყოველთვის აქვს აზრი რაღაცის კეთებას და მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ. მეორე რჩევა იქნება ის, რომ მუდმივად განვითარდეთ და არ გავჩერდეთ მიღწეულზე, მაქსიმალურად სრულყოფილებისკენ ვიაროთ და შევეცადოთ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, იყოს იდეალური, სრულყოფილი და გამორჩეული და მესამე, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ჩვენი საქმე. თუ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, არ მოგვეზრდება, განვითარდები და აუცილებლად შედეგამდე მიგიყვანს.